მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ სახელწოდებით რა გაგახარებთ სულ მალე. ნახოთ. რა გაგახარებთ სულ მალე? რა გაგაბედნიერებთ სულ მალე? ნახოთ. სულ მალე მოდი ჩავთვალოთ მაქსიმუმ მინიმუმ 2 კვირა, მაქსიმუმ 1 თვე. ოკეი. პირველი ვარიანტი რა გაგახარებთ სულ მალე. მეორე ვარიანტი რა გაგახარებთ სულ მალე. და ვარიანტი მესამე რა გაგახარებთ სულ მალე. პირველი, მეორე, მესამე. პირველი ამეთვისტო გვექნება, მეორე დალმატინი იასპი გვექნება, მესამე ლაბრადორიდი. სამივე ვარიანტი ჩანს, იმედია. აი ასე. მეგობრებო, რა გაგახარებთ სულ მალე? აბა, კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, სამივე მინერალს. მინერალურ ქვებს იმიტომ ბალაგებ, რომ უფრო მეტად გაიმარტივოთ არჩევანი. შეხედეთ კარგად, დააკვირდით. ძალიან კარგი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვინც აირჩია ამეთვისტო? რა არის ის, რაც სულ მალე ძალიან გაგახარებთ? ძალიან კარგი, პირველ რიგში გეტყვით, რომ საკუთარ თავში იპოვით ბალანსს, გადაწყვეტილებას, რომელიც მოგიტანთ ამ ბალანსს. ორიანების პენტაკლები ამ შემთხვევაში მინდა კი წავიკითხო, როგორც ბალანსი, რომელიც შეიძინეთ, რომელსაც მიაღწიეთ და როდესაც აი ამ ბალანსის შედეგად თქვენ გეხსნებათ გარკვეული გზები. აქამდე შესაძლებელია ეს ბალანსი არ იყო. ან გქონდათ ქაოსი, გქონდათ არ იყავით ჩამოყალიბებული, გქონდათ გარკვეული გაუგებრობა როგორც გარემო სამყაროსთან, ასევე საკუთარ მესთან. აქ თქვენ გეუბნებიან, რომ სულ მალე გაგახარებთ ის, რომ თქვენ ამ ბალანსს აუცილებლად იპოვით. თქვენ იპოვით გამოსავალს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ამ გამოსავალს იპოვით, თქვენ აუცილებლად გაგეხსნებათ გზები, აი ამ ბალანსის პოვნის შემდგომ, რომელიც აუცილებლად მოვა თქვენთან ბუნებრივად, თქვენი გზები გაიხსნება. რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ძალიან კარგად გეცოდინებათ, თუ საით უნდა მომართოთ თქვენი ენერგია, თუ საით უნდა წახვიდეთ, რა გეზი უნდა ერჩიოთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და ამ ყველაფერს მოიტანს აი ეს გარკვეული მდგომარეობა, როდესაც უკვე გავერკვიეთ, როგორც გარემო სამყაროში მიმდინარე პროცესებში ხო, რაც გაინტერესებდათ თქვენთვის რომ გარკვეული ყოფილიყო, რაც დისკომფორტს გიქმნიდათ, ქაოსს გიქმნიდათ, ხომ? ასევე საკუთარ თავშიც, რა თქმა უნდა, თუ კი ეძებდით კითხვებზე პასუხებს, თქვენ ამ პასუხებს იპოვით და თქვენ იპოვით ბალანსს. და აი ზუსტად აი ამ შუა წერტილში, როდესაც უკვე საკმაოდ მყარად გაჩერდებით, ხომ? და დაიჭერთ ამ ბალანსს და წონასწორობას. მომენტალურად ნახავთ გამოსავალს. ეს არის ზუსტად ის მომენტი და დაიწყება მოძრაობა. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ქაოსში ვერ ვხედავთ გზებს, ვერ ვხედავთ პოტენციალს, იმიტომ რომ ყველა თავისას გვირჩევს, ყველა თავისას გვეუბნება, ყველა თავისას მიერეკება, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო დარჩებით და საკუთარი ენერგიების ბალანსს დაიწყებთ, ხომ? რაც აუცილებლად ნიშნავს ასევე იმას, რომ იანვრის თვეში ძალიან კარგი იქნება თუ ხშირად აირჩევთ მარტოობას, ხო, ალბათ ასე, მარტო დარჩენას, რომ მოусმინოთ რაც შეიძლება მეტი საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს სიხარული მოვა
მაშინ, როდესაც თქვენს საკუთარ თავს და საკუთარ აღებულ გეზს გაყვებით, თქვენს გაკეთებულ არჩევანს გაყვებით, მაგრამ არა სხვისას. აი ეს იქნება ყველაზე დიდი მიზეზი თქვენი სიხარულისა. ძალიან კარგი. და რას მოგანიჭებთ ეს ყველაფერი? ხო, აი ნახეთ, ყველა ვარიანტში ჩანს მოძრაობა, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არის სასიამოვნო, ყოველთვის ცვლილებები მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის ხოლმე და მარტივი პროცესი, ხო? მაგრამ აქ აჩვენებს, რომ ეს ცვლილებები, რომელიც დადგება, იქ სადაც თქვენი ბევრი ემოცია წაიღო, ხო, გარკვეულმა სიტუაციამ, მდგომარეობამ, ადამიანმა და როგორც კი იპოვით ამ ბალანს, იხსნება გზა, იხსნება თქვენთვის ეს ხელის გულზე იშლება გარკვეული კარგი პოტენციალი, მაგრამ იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ, ხვდებით, რომ გიწევთ, ვთქვათ, იმასთან გაწყვეტა, ეს არის ურთიერთობა, როგორც პირდაპირ, ასევე ვთქვათ, რაღაცა შიგნით, როდესაც წყდება, ვთქვათ, ადამიანთან მიმართებაში არ არის აუცილებელი, რომ ვთქვათ, დასრულდეს ურთიერთობა, მაგრამ როდესაც შინაგანად რაღაცა ჩაწყდება ხოლმე და ხვდები, რომ შენ ამაში ტყუილად ჩადე ბევრი ემოცია და ბევრი ენერგია, იმიტომ რომ ვერ იღებდი პასუხს. და ხვდები, რომ წამოსვლა მტკივნეული განა იმიტომ არის, რომ რაღაც გული გწყდება იმაზე, რომ კარგიდან მოდიხარ სიტყვაზე, ან კარგიდან განიცდი ცვლილებას. არამედ იმიტომ, რომ სადღაც ბევრი ენერგია ჩადე ამაში და ბევრი დრო ჩადე და სადღაც არსებობს ხოლმე გარკვეული გულისწყეთა, რომ აი რამდენი დრო დავკარგე, ხო, აი რათ მინდოდა, ხო, რატო ვუსმენდი, რატო მომქონდა გულთან ახლოს და ასე შემდეგ, მაგრამ მეგობრებო, არ არსებობს გაკვეთილი, გრძელი, მოკლე, რომელზედაც უნდა ვინანოთ და ვიფიქროთ, რომ აი ნეტა არ დამეთმო, აქამდე გამეღვიძა და აქამდე რატო ვერ გავიღვიძე, აქამდე რატო არ გავაკეთე ასე არჩევ, იმიტომ რომ ყველაფერი ამ სამყაროში მოდის თავის დროზე. და თქვენ იანურის თვეში უახლოეს, მოდი ასე ვთქვათ, მომავალში გაგახარებთ ის, რომ თქვენ ამ არჩევანს გააკეთებთ. თქვენ ამ არჩევანს გააკეთებთ, თქვენ შინაგან ბალანსი პოვით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი გზები იხსნება. რაც ხოთაშორის ძალიან კარგ პერსპექტივას გაძლევთ კარიერული და ფინანსური სრთისთვის, ასე რომ გამოიყენეთ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. ასეთი ისტორია მოვიდა თქვენთან. მეორე ვარიანტი. დალმატინი იასპი, მოდით ვნახოთ თქვენ რა გაგახარებთ. სულ მალე. პენტაკლების ტუზი. ოქროს ბილეთი გიჭირავთ. ეს არის კარგი შანსები. კარგი შანსები პენტაკლი ამ შემთხვევაში ფინანსური მიმართულებით მინდა შევხედო ამ ყველაფერს. და არა მხოლოდ, მაგრამ პირველი რაც მოდის, ხომ, კარგი ფინანსური შანსები, პერსპექტივები, როდესაც უნდა დაიჭიროთ ეს ოქროს თევზი კუდით და რაც შეიძლება მეტი სურვილები ჩაიფიქროთ, რომ მეტი სურვილები აგისრულდეთ. მაგრამ იგრძნოთ მთავარია სად რომელ დინებას და რომელ დინარეს ჩამოყვება ეს ოქროს თევზი, ხო, რომ ვთქვათ, რაიმე სხვა თევზში არა, მაგალითად არ აგერიოთ ლოქოში. ხო სიტყვას, რომელიც აქეთ მოგაჩერდებათ გაშტერებული სახით, ხო, რა რომელ სურვილის ასრულებაზეა საუბარი, ხო, აქეთ უნდა უსრულოთ იმას. თქვენ შემთხვევაში თქვენ უნდა იგრძნოთ სად არის ეს ოქროს თევზი. ეს არის შორის საჩუქრები. საჩუქრები, ფინანსური საჩუქრები, არაფინანსური საჩუქრები, კარგი შემოთავაზებები, კარგი ურთიერთობებისთვის, ისევე როგორც ვთქვათ, ბიზნეს პარტნიორულ ურთიერთობებისთვის კარგი პერიოდი და ძალიან კარგი შანსია. მოკლედ, ნახეთ, თქვენ გაქვთ ყველანაირად კარგი პერიოდი იმისთვის, რომ ეს შანსები მაქსიმალურად მოიზიდოთ. მოდით უფრო მეტად კონკრეტულად ვნახოთ.
ნახოთ, რას ეხება ეს კონკრეტული პენტაკლების ტუზი. 10-იანების პენტაკლები, მეგობრებო, ყველაფერი მიდის საბოლოო ჯამში, მაინც რაღაც ძალიან მატერიალურამდე, ხო? მატერიალურამდე, იმიტომ რომ პენტაკლები გვაქვს აქ ჯიქურ, ხო, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნებით პირველ რიგში ძალიან სავსედ იგრძნობთ თავს რესურსში. ხო, იგრძნობთ თავს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ენერგეტიკულად, პოზიცია გექნებათ ძალიან კარგი, ხო, ოჯახში სტატუსი, ხო, როდესაც გისმენენ, როდესაც პატივს გცემენ, როდესაც ერთმანეთის აზრს იზიარებენ, ხო? ეს ხოთშორის შესაძლოა ნიშნავდეს რაღაცა ახალის შეძენას, ხო? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შენაძენი დაწყებული ტექნიკი, დამთავრებული, ვთქვათ, გასაღები შესაძლებელი ახალი ბინის, რატომაც არა, ხო? ძალიან კარგი პერიოდი და ძალიან კარგი ამბები გიახლოვდებათ ყველაფერი იმის ირგვლივ, რაც ეხება თქვენს პირად ზღურბს რომ გადახვალთ და აი სახლში რომ შეაბიჯებთ, შიგნით ხდება ეს ყველაფერი. გამარჯვება, კარგი შანსები, გადაჭრილი პრობლემები და რაღაცა რაც უკვე დიდი ხნის უკან უნდა დასრულებულიყო და დასრულდება ეს პრობლემები და თქვენ მოგეცემათ ეს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ იგრძნოთ თავი სავსედ და ბედნიერად. კიდევ რა გაგახარებთ უახლოეს მომავალში იანვრის თვეში, მოდით ვნახოთ 6-იანების თასები. 6-იანების თასები ნიშნავს იმას, რომ მოხდება ერთგვარი რეანიმირება, აღდგენა გარკვეული ურთიერთობების, ძველი ურთიერთობების გადახალისება, უფრო მეტი ემოციური კავშირი საყვარელ ადამიანთან, ან ოჯახის წევრებთან, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან, ხო? როგორც იტყვიან, старые добрые времена, ხო? Old good times. ძველი კეთილი დრო, ხო, რომელიც თითქოს ბრუნდება, თითქოს დროის მანქანაში ჩდებით და ნახაცნაირად აბრუნებთ აი ამ ძალიან კარგ მომენტებს. ეს ასევე შესაძლებელია შერიგებაც იყოს, ურთიერთობების აღდგენა, დაბალანსება, ვთქვათ, თქვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლის დალაგება და ბალანსებასაც ელოდებოდით. ძალიან საინტერესო ზარი შეიძლება განხორციელდეს, ვთქვათ, თქვენი მისამართით. წამოვიდეს ძალიან ბევრი თბილი და დადებითი ემოცია, ხო, რომელიც ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთვის. მთლიანობაში ცით როგორი ენერგიებია თქვენი მეორე ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი პოზიცია გაქვთ, პერიოდულად გექნებათ ისეთი მომენტები, რომ გაგახსენდებათ ჩემი, თქვათ, მეორე ვარიანტი, ხო, იტყვით, აბა სად არის ეს სიხარული, რა ხდება ყველაფერი, თქვათ, რაღაცა მომენტში ჩათვალთ, რაღაცები თავზე ჩამოგემხოთ, ჩამოგეშალათ, რაღაცები ცუდად მიდის. მეგობრებო, მეორე ვარიანტი დაიმახსოვრეთ, თუ კი ახლა რაღაცა მიდის, რაღაცა გტკივათ, ჯანმრთელობის პრობლემა არის, ნებისმიერი რამ ხდება, იმიტომ რომ ხდება ესეთი გასუფთავება ზედმეტი არასაჭირო თქვენთვის ენერგიებისგან, ადამიანებისგან, რეალობებისგან, რომელიც ახლა შეიძლება თქვენ ვერ აღიქვათ და ვერ მიხვდეთ, იმიტომ რომ თქვენთვის გარკვეული კომფორტის ზონები ირღვეოდეს, მაგრამ როდესაც გაივლის ეს პერიოდი და როდესაც ვთქვათ იანვრის თვე დასრულდება, თქვენ მიხვდებით, რომ ის რაც ხდებოდა ნეგატიური მოხდა, იმიტომ რომ პირველ რიგში ყველაზე ისეთ ცუდ ვარიანტში ვიტყვი, რომ შეიძლება რაღაცა უფრო მეტად ცუდად მომხდარიყო, უფრო მეტი ცუდი სცენარით განვითარებულიყო და ამ ცუდი სცენარიდან საუკეთესო ნაკლებ სასიამოვნო სცენარით განვითარდა, ან ის რომ უბრალოდ როდესაც რაღაცებისთვის ადგილი თავისუფლდება, ახალი ადამიანებისთვის, ახალი სიტუაციებისთვის, ახალი შანსებისთვის, რაც პენტაკლების ტუზმა აჩვენა. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ძველი უნდა წავიდეს. უნდა მოწყდეს, უნდა მოშორდეს, უნდა
ესე იგი დატოვოს ხო თქვენი რეალობა და თქვენი სამყარო და რა თქმა უნდა მის ადგილს დაიკავებს უკვე ის რისი დროც მოვიდა და ყველაფერი კარგის დრო მოვიდა თქვენ შემთხვევაში ხო ეს არის აღდგენილი ურთიერთობები ეს არის ჰარმონიული მშვიდი ბედნიერი სიხარულით სავსე პერიოდი იანვრის თვეში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ძალიან მაგარი შანსები საჩუქრები შეძენილი ვთქვათ სიახლეები რომლებიც ძალიან გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ ხო ეს არის ძალიან კარგი ვარიანტია. მეორე ვარიანტი შემიძლია გითხრათ, რომ სიხარულები თქვენსკენ მოიჩქარის. და სადღაც ახლოს არის, მე ვერ ვიტყვი რომ შორს არის. და მესამე ვარიანტი თქვენ რა გაგახარებთ სულ მალე. თქვენ სულ მალე გაგახარებთ ის რომ თავს იგრძნობთ ძალიან სასურველად, ენერგიულად. თქვენ თვითონ იქნებით სიხარულის ცისტერნა. თქვენ თვითონ იქნებით მოსიარულე ენერგია, ხო, სიხარულის უბრალოდ ერთი გაფრთხილება იქნება, რომ როდესაც ესეთი მოძალებული, ვთქვათ, ენერგია გექნებათ, ხო, რაღაცნაირად ჩართული იქნებით მაქსიმუმზე, როგორც იტყვენ, გაუფრთხილდით, რომ აი ეს ძალიან მაგარი პოტენციალი და ენერგია ვთქვათ, ხო, რომელიც თქვენ მოგეცემათ უახლოეს დღეებში და ეს ძალიან გაგახარებთ, ხო, ეს თქვენი პოზიცია გაგახარებთ აქ თქვენი, იმიტომ რომ გარკვეული მოვლენები ისე დაალაგდება თქვენს ცხოვრებაში, რომ აივსებით აი ამ ენერგიით. როდესაც გინდათ რომ მთები გადააბრუნოთ, უბრალოდ ეცადეთ რომ სწორი მთები გადააბრუნოთ, იმიტომ რომ ამის ენერგია გეძლევათ ამის ენერგია და სხვებისთვისაც ძალიან ყურადღების ცენტრში იქნებით. არ ვიცი რას ჩაიდენთ. ხო, და კიდევ ერთი პატარა მინიშნება. თუ კი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ფამილიარი ფისო ამ შემთხვევაში კატა, რომელსაც გზაზე შეხვდებით, კნუტი, კატა, მინიმუმ გამოკვებეთ და მაქსიმუმ გაიჩინეთ მეგობარი, ასეთი, რომელიც ტყუილად არ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ფამილიარი ცხოველები უბრალოდ არ ჩნდებიან, ისინი მოდიან იმისთვის, რომ საკუთარი მისია შეასრულონ თქვენს ცხოვრებაში და დაგიცვან ესე იგი გიმფარველონ. ამიტომ ესეც ნიშანი, თუ კი დაინახავთ ასეთ არსებას, მაქსიმალურად დაიმეგობრეთ და თუ კი დაინახავთ პატარა უსუსურ კნუტს, რომელსაც შიას წყურია, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენს თვალწინ მოხდა და თქვენ დაინახეთ და თქვენ შეამჩნიეთ, იცოდეთ, რომ ეს მეგობარი თქვენთან ტყუილად არ მოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ დროა გაიჩინოთ მეგობარი და ეს არ იქნება არ მხოლოდ მეგობარი, ეს იქნება მაგიური მეგობარი. ეს იქნება მაგიური მეგობარი, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. მაშა სადამე, კიდევ რა გაგახარებთ სულ მალე. სულ მალე გაგახარებთ ის, რომ გარკვეული სირთულეები დასრულდება. გადასარევი ამბები. გარკვეული სირთულეები დასრულდება. თუ კი იყო გარკვეული გაუგებრობები, იყო ჯანმრთელობის პრობლემები, ვთქვათ, ოჯახის წევრს ჰქონდა გარკვეული პრობლემა, იყო რაღაცა გამოუვალი სიტუაცია, იყო გაუგებრობა, კონფლიქტი, ან იყო სიტუაცია, სადაც, მოკლედ გარკვეულ სირთულეს ეხებოდით, ხომ? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სირთულეები აუცილებლად გადაწყდება. ეს სირთულეები აუცილებლად დაალაგდება. ამას ან თქვენ გაართმევთ თავს, ან თქვენთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი გაართმევს თავს, რომელიც აი ორი ერთად იქნებით რაღაცა საოცრად დიდი ძალა ხვდებით, ხომ? და ეს ძალა თითქოს ერთიანდება, შესაძლებელია ოჯახის წევრები, შესაძლებელია თქვენ და თქვენი, ვიცი, ნათესავი საუკეთესო მეგობარი, ხო? შეიძლება იცით რა არის ადამიანი რაღაცა არ ჩაერიოს ინტენსიურად გარკვეულ თქვენს გადასაჭრელ პრობლემებში, მაგრამ ისეთი რამე გირჩიოთ, ისეთი რამე გითხრათ, რომ ყურად იღოთ და
დაგეხმაროთ, თქვათ, გარკვეული პრობლემის გადაჭრაში და გადაწყვეტილებაში, მიხვდით ხო? ამიტომ მე ვხედავ აქ ერთგვარ გაერთიანებულ ძალებსა და ენერგიებს, როდესაც სწორი ადამიანები შეგხვდებიან გზაზე, ამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, 2 კვირა ერთი თვის განმავლობაში და გაგახარებთ ის, რომ გარკვეული პრობლემა, რომელიც ეხებოდა ოჯახის წევრს, ან რაღაც სახლ-კარს ეხებოდა, კარმიდამოს ეხებოდა, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემას ეხებოდა, გამოუვალი გეგონათ და ფიქრობდით, რომ იყო სიტუაცია და ვერანაირად ვერ გადაიჭრებოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თქვენი ეს ენერგიაც ძალიან მზიანი იქნება და ძალიან ძლიერი და თითქოს სხვა ადამიანიც გიერთდებათ და რაღაცნაირად თითქოს აერთიანებთ ძალებს და რაღაცნაირად გამოსავალი მოდის პრობლემის გადაჭრა, თანადგომა, მხარდაჭერა და შემიძლია გითხრათ ის, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით შედეგით. ცხრენების თასები ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იამაყებთ საკუთარი მიღებული შედეგებითა და გამარჯვებებით უახლოეს მომავალში. აი ესეთი საინტერესო ამბებია ჩემო ძირფასო სამვარიანტო. მე ველოდები თქვენს კომენტარებს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ყოველთვის მათი წაკითხვა. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით.